სიხაროა ჩემთან რა კოჭო დაუძახო რომ ბიჭო დემა შემოთვალე ნუ რა ადრე ნოტკინელის დანახა რომ გელისმის რომ კაროჩე ვარ შეეხო თუ ეს კიდევ სერიოზულ თემებს ეს ფარული ჩანაწერები 53 პირის საქმეში მთავარ მტკიცებულებად დევს კანონიერი ქურდობის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ქურდული სამყაროს წევრობის და საქმიანობის მხარდაჭერის საქმეზე პროკურატურამ მათ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა გამოძიებამ დაადგინა რომ დაკავებულები საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების დავალებით და დამოუკიდებლად ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ ფინანსურ დავებს აგვარებდნენ და მოქალაქეებს თანხებს სცალავდნენ პოლიცია დაკავებულებს შორისაა მირზა ალიევი, რომელმაც საპოლიციო ღონისძიების დროს სპეცრაზმელს გულმკერდის არეში ესროლა. მირზა ალიევი ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერი იყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეგრეთ წოდებულ ქურდულ საერთოში გადასახდელი თანხის შესამცირებლად ალიევმა კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა, რის შემდეგაც გარჩევები გაიმართა. მირზა ალიევმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს ფინანსური დახმარება აღმოუჩინა. ქურდული გარჩევის გზით საბოლოოდ მიღწეულ იქნა შეთანხმება, რის სანაცვლოდაც ქურდულ სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა კრიმინალურ ავტორიტეტებს 6000 ამერიკული დოლარი გადასცა. დაკავებულთა ნაწილს ბრალად ქურდული სამყაროს მხარდაჭერა ედება, მათ შორისაა გიორგი კირთაძეც, რომლის ადვოკატიც ამბობს, რომ კირთაძე დუმილის უფლებას იყენებს. სხვა ბრალდებულთა ადვოკატები კი საქმის დეტალებზე არ საუბრობენ. ციხიდან ზარები რომ კეთდება ნათესავებთან, შინაურებთან, მეგობრებთან, ეს არ შეიძლება იყოს დევნის დაწყების საფუძველი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და სალსახადშემელია გამოგიცხადოთ, რომ არავისთან არანაირი კონტაქტი არ გააჩნდა მას. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პატიმრობა და ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით დაკავებულ მანანა გიორგობიანს სახვეთი ღონისძიება შეეფარდა. სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ბრალდების მხარე მის შერაცხადობას იკვლევს. პატიმრობის გამოყენებას პროკურატურა ითხოვდა, მიუთითეს მოწმეებზე ზემოქმედების მტკიცებულებების განადგურებისა და ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე. აღნიშნულს დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა. ირკვევა, რომ გიორგობიანს გამოძიებასთან არ უთანამშრომლია. მან სხდომაზე ამავე საქმეზე დაკავებული პირები მოიკითხა. ძალადობის საქმეზე დაკავებული აღნიშნული პირები კი სასამართლოს წინაშე დღის ბოლოს წარსდგნენ. ჯაკო ჩარკვიანსა და კიდევ 4 დაკავებულს პატიმრობა შეეფარდათ.